სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ოპოზიციის წარმომადგენლის და აქტივისტის გელა ხასაიას სასამართლო პროცესი. მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება. ცნობილია, რომ გელა ხასაია საპატიმროში გაატარებს 1 წელს, ანუ სექტემბერში გადის ეს 1 წელი და 3 წლიანი პირობითი მსჯავრი დაეკისრა. მარიამ ლეკიაშვილი ესწრებოდა ამ სასამართლოს ხდომას. ის ახლა დეტალებით შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში. კოალიცია ცვლილებისთვის დაუწყვეტი პროტესტის მონაწილემ გელა ხასაიამ პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მან აღიარა ბრალად ჩადენილი ქმედება, იგივე გაიზიარა მასთან ერთად ბრალდებული სკამზე მჯდომა ვასილ ქერდიყოშვილმაც. საპროცესო შეთანხმების მიხედვით პროკურატურა ითხოვდა, რომ მათ 1 წელი გაეტარებინათ პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი მათ პირობითი სასჯელი მოეხადათ. იგივე პოზიცია გაიზიარა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემაც. მან განაჩენი სულ რამდენიმე წუთში გამოაცხადა და სწორედ ეს არის ირაკლი ხუსკივაძის საბოლოო განაჩენი. გელა ხასაია ასევე ვასილ ქერდიყოშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარებენ 1 წელს, ხოლო 3 წელი მათ მოუწევთ პირობითი მსჯავრის მოხდა. გელა ხასაიას პარტიის წევრები, ასევე მისი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ გელა ხასაიას გაეფორმებინა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება იყო მათი დაჟინებული მოთხოვნა, ვინაიდან სასამართლოს პირობებში მათ არ ჰქონდათ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი, ამიტომ მათ ამჯობინეს, რომ გელა ხასაიას ციხეში გაეტარებინა მხოლოდ 1 წელი და არა 4 წელი, რასაც ითვალისწინებდა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება. მე მხოლოდ იმის შემიძლია რომ გელას ქონდა არჩევანი გასაკეთებელი, თუ იტყოდა რომ დავარტყი, აქ შემთხვევაში 1 წელს მისცემენ ციხეს, რაც მოხდა, თუ არა და გაუშვებთ 20 წელს ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო მის დამე რომ საკუთარი ჯიუტი ხასიათი არ გაეხადა იარაღად რეჟიმის ხელში. მე ვჭირდება რომ მარტო ჩემი თხოვნა არ იყო ეს, მეგონი მისი მეგობრების თოვნაც ეს იყო, ეს არის რაც ნახე დღეს მეტი არ. გელა ხასაიას სახელმწიფო ბრალდება პირის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებოდა. მას ახლა პენიტენციურ დაწესებულებაში 1 წელის გატარება მოუწევს. გელა ხასაია საპატიმროს 1 წლის შემდეგ 29 სექტემბერს დატოვებს.